იუდეველებმა დაიწყეს კამათი ერთმანეთში და ამბობდნენ. როგორ შეუულია თავისი ხორცი მოგცეს საჭმელად? იესომ უთხრა მათ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ შეჭამთ ხორცს და არ შესვამთ კაცის ზის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. რადგან ჩემი ხორცი ნამდვილი საჭმელია და ჩემი სისხლი ნამდვილი სასმელი. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება და მე მასში. როგორც მე მოვავლინა ცოცხალმა მამამ და მე მამით ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემით. ეს არის ზეციდან ჩამოსული პური. ისეთი კი არა თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს. ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. ბევრი მის მოწაფეთაგანი ამის მოსმენისას ამბობდა. მძიმე სიტყვაა. ვის შეუძლია მისი მოსმენა? იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ბუზღუნებდნენ თავისთვის ამის გამო და უთხრა მათ. ეს გაცთუნებთ თქვენ? თუ კი იხილავთ კაცის ძეს იქ აღმავალ სადაც წინად იყო. სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე. მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ. რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. უთხრა. ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემი. მას შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას. მაშინ იესომ უთხრა 12-ს. თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? სიმონ პეტრემ უპასუხა. უფალო, ვიღასთან წავიდეთ. საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენ აქვს. ჩვენ ვიწამეთ და შევისანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა. მიუგო იესომ. 12 არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკი. ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან მას ერთ 12 თაგანს უნდა გაეცა იგი.